რუსთავში ჩამოგზავნებისთვის და დღეს ყველა ჩვენგანი ძალიან ღირსეული კვალი დატოვა რუსთავში და ჩვენი საერთოდ ქვეყნის ცხოვრებაში. ადამიანმა, რომელმაც ათეული წელი იცხოვრა და შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი რუსთავში გაატარა და დღეს რუსთაველები პატივს მიაგებენ ბატონი მამუკა ასლანიკაშვილის ხსოვნას და ქალაქის ცენტრში გაიხსნა ბიუსტი. მამუკა ასლანიკაშვილი გარდა რუსთავისა მოღვაწეობდა ზესტაფონში და მოღვაწეობდა ქუთაისში. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ დღეს, გუშინდელ დღეს, 1 ოქტომბერს მისი დაბადების დღე გახლდათ და ქუთაისში და ზესტაფონში გრანდიოზულად აღინიშნა დაბადების დღის 70 წლისთავი. ჩვენ რუსთაველები გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მამუკა ასლანიკაშვილის სახელი უკვდავი იყოს როგორც რუსთავისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით, რომ ხედავ ამდენ ხალხს უყვარდა, ახსოვს და დღემდე როგორ სიყვარულით მოიხსენიებენ მას და დღეს ასეთივე გავიცანი მამუკა მისი მეგობრებისგან და ძალიან ბედნიერი ვარ. რუსთავი ისე დახვდა მამუკას, როგორც არსად არავინ არასოდეს არავის დახვედრია. ეს იყო სასწაული და დღევანდელი დღე აი ყველა მეხსიერებაში თუ კი რამე მამუკაზე დარჩენილ ყველაფრის აფეთქება იყო და მისი გვირგვინი